ირაკლი კაკაბაძე და თამას ფხაკაძე ყავს დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2020 წლის ლოდინის სანამ ქართული კლუბები ევროტურნირებზე წარსდგებიან, თუმცა ზოგადად ჩემპიონატის ბოლომდე არის ნახევარი სეზონი. გიორგი ტაბატაძემ ჩააწოდა დარტყმა კაის უნართულებით და გაიხსნა ანგარიში, დერეკ აგიაკვა ახერხებს გოლის გატანას. ისევე როგორც რაღაც დეჟაუს მაგვარი იყო რამდენიმე დღის წინ დაახლოებით ასეთი ეპიზოდიდან დაახარებოდა გარდა იბერიას გულშემატკივრებისა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ასეთ სტილში გატანილი გოლი მთელ საქართველოს გაგვიხარდა, იმიტომ რომ ეს ევროტურნირებზე მოხდა, იმიტომ რომ იქ იბერია საქართველოს სახელს იცავდა. ახლა მხოლოდ საკუთარს და იქ იმ გატანილი გოლით შეძარჩა ტექნიკური თამაში მამაგეიშვილი დაბალი პასი საჯარიმოსთან გოშთელიანი ერთი შეხებით მერე ტაბატაძე რბილი ჩაწოდება გოშთელიანის დარტყმა და იგერიებს თანდილაშვილი მშვენიერი მოგებით დაწყება ახალ გუნდში მნიშვნელოვანი, ასე რომ ბევრი мотиваცია აქვს გია გეგუჩაძეს, ბევრი мотиваცია აქვს ვალერი გაგუას, იმიტომ რომ მის გუნდს დიდი ხანია არ მოუგია, ახალი სეზონის მეორე ნახევარი ახლა იწყება, გარდავას დარტყმა ნახეთ აცდაბურთი კარს, იონი ახლა უკვე თელა. აშელეიშვილი სწრაფად შეცვალა შეტევის მიმართულება, გადაიტანა მარცხნივ, გაბიტაშვილი მოემზადა ჩასაწოდებლად, აწია მაღალი ბურთი, მარჯვენა ფლანგზე დარჩება გუნდის შეტევაში, გოგოტიშვილი ჩაბრუნება, კარგი მომენტი თელავს და 1-1 გაათანაბრა გუნდმა ანგარიში. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გაზრდაზე, მაგრამ საპირისპიროდ მოხდა ის, რომ თელავმა აღადგინა წონასწორობა. აი ნახოთ გამეორებით, გაბიტაშვილი მისი გადატანა მარჯვენა ფლანგზე, შემდეგ ითამაშა გოგოტიშვილმა ამ ბურთზე საპასუხოდ დაუბრუნა გაბიტაშვილს და მან შეხებაში ძალიან ძლიერად დაარტყა და ასხლეტილი ბურთი მაკარიძესთვის უკვე ძალიან ძნელი მოსაგერიებელი აღმოჩნდა. ბევრჯერ არ შეუტევია თელავს ამ შეხვედრაში, რამდენჯერმე, მაგრამ როცა შეუტია ყოველთვის იყო ხიფათი. ხან ზუსტად რომ გოლით დაგვირგვინებული იყო ეს ეპიზოდი. ბაქარ კარდავა ამოიწყო თავისი გუნდის ახალი შეტევა. 45 წუთია ტაიმი დასასრულს უახლოვდება გოშთელიანი, კარგი გათამაშება, დადიანი და ისევ წინ გადის იბერია 1999 და როგორც ჩანს ის ტაიმის მოგებას მოახერხებს. ძალიან კარგი კომბინაცია, ეფექტური, რამდენიმე ფსვლიანი ზუსტი პასების შანსი რომ კიდევ ერთხელ გაათანაბროს ანგარიში. ისევ კარდავა შეტევის ორგანიზატორი, მერე დადიანი, გოშთელიანი, კარგად გათამაშებული კედელი, 1-1-ზე გასული ნიკოლოზ დადიანი და მისი კარგი დარტყმა გადაუგდო ბურთი მეკარეს თავზე. ორი ფეხბურთელი, ალბათ ლევან კორღალის ბურთი მერე აგიაკვა შეცდა და აქ უკვე სივრცე აქვს თელავს ანგარიშის გასათანაბრებლად. კარგი შანსი დევდარიანი საჯარიმოშია, დაბალი პასი და 2-2 რა ტაიმი მივიღეთ, რა თამაში მივიღეთ, 4 გატანილი გოლი და 2-2 პირველ ტაიმში. ძალიან მაგარი თამაშის მომსწრენი გავხდით 10 კაციანმა თელავმა ორჯერ შეძლო თანაბრებელი გოლის ავტორი ამ შეხვედრაში მეორე დერეკ აგიაკვა მიქ დაზიანებაც მიიღო, როდესაც ბურთი დაკარგა და გმირიდან ანტიგმირობამდე დაიქცა შეიძლება ითქვას, შეიძლება ტრავმის მიზეზიც იყო ეს, მაგრამ ჯერ გოლი გაიტანა აქ კი მოენის ცენტრში ბურთი დაკარგა, ჩააბარა ანდრია დევდარიანს, რომელიც შეიძლება თავამად ითქვას თავის გუნდში ერთ-ერთი ინარჩუნა ბურთი რამდენიმე მეტოქის გარემოცვაში კარგად იარა და პასიც გააკეთა მარცხენა ფლანგზე, საიდანაც უკვე შეტევაში ნიკოლოზ ცეცხლაძე ერთვება, კარში დარტყმა გადაწყვიტა და დაარტყა ზუსტად, მაგრამ ამ შეხვედრაში უკვე მეორედ ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა კარის მიმართულებით, ბურთი გამოძახილი იყო, რომ ახლა თელავმა უფრო სწრაფად ეს სივრცე ვერ აითვისა. ახლა იბერია უტევს მასპინძელთა მორიგი შეტევა, შორეულძელთან ჩაკიდებული ბურთი და იქ ყურადღებით მოქმედება პარკინაშვილი, მჭედლიშვილმა იყო ჩაღა, მოახერხა ბურთის დაუფლება, ჩაწოდებაც სცადა, პარკინაშვილს მიუვიდა, კარგი შანსი აქვს თელავს, რომ საერთოდ შექმნას მომენტი და ამ მომენტით ისარგებლოს კიდეც მიხეილ ბაშელეიშვილი ხდება გოლის გამტანი ამ ეპიზოდში. დენი მოახერხა გუნდმა, რომ აქ დაცვაშიც ვერ იყო ჩაღეს მასპინძელმა მცველებმა, ბურთი მივიდა მიხეილ ბაშელეიშვილს, რომელსაც საკმაოდ კარგი დაყენებული დარტყმა აქვს საჯარიმოს გარედან, აქ უკვე საჯარიმოში თითქოს მახვილი კუთხიდან, მაგრამ ისე დაარტყა, რომ გიორგი მაკარიძემ უკვე რეაქციის გამოვლენაც ვეღარ მოახერხა და საერთოდ წინ გავიდა თელავი. ბრავო კახურ კლუბს, რომელიც დღევანდელ მატჩში 10 კიდევ ერთი ჩაწოდება და გამოაქვთ ბურთი. კიდევ ერთი ჩაგდება, ამჯერად სიხარულიძის მიმართულებით დამატება და ორი ხიფათი შეიქმნა. ის დაიშჯება და მისი გუნდი კუთხური. თუ მეორედ გააკეთებს იგივეს მატჩის განმავლობაში მიიღებს საჯის სიტყვერ გაფრთხილებას, მესამე იქნება ყვითელი ბარათი. ასე რომ აწი მეკარეებს ასეთ სიტუაციაში
30 მატჩიანი წაუგებელი სერია. მოქმედმა ჩემპიონმა ამ სეზონში და მიმდინარე გათამაშების ლიდერმა საწყისად წააგო მატჩი, ეს